ამათრობდო იქნება მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი რელიგია არ შეიძლება იყოს მეთევზეების მიერ მოგონილი. ერთ ადამიანი ისლამის მიმდევარი შემეკამათა და მითხრა, რომ არც მუჰამედმა იცოდა წერა-კითხვა და რაღაც ხილის საფუძველზე მოგვცა ეს ჯული. რამდენად მართალია ეს და მსგავს შემთხვევაში რა უპასუხო? მართალია ეს, მაგრამ მუჰამედს აბსოლუტურად არაფერი ახალი არ უთქვამს. თუ რამე ღირებულია ის არის ბიბლიაში და თუ რამე არ მოგვეწონება ეს მისი გონების საკუთრებაა. არაფერი ახალი არ უთქვამს. ღმერთზე არც ერთი ახალი სიტყვა არ უთქვამს მუჰამედს. და რაც იყო ნამდვილი ღმერთის სიყვარულია ისიც არ უთქვამს. ვერ მაჩვენებ ისლამში, ყურანში ერთ ადგილსაც კი თუ ის ღირებულია რომ არ იყოს წინა წერილში. საფრანგეთში. ერთ-ერთი ადგილს ვერ მაჩვენებ. თუ რამე არ მოგეწონება, ეს წინა წერილში არ არის. თავისთავად ცხადია, ეს სწორია, მაგრამ აი შედეგი როგორია ნახე.